In order to deter Russia, NATO countries, especially in the იმისთვის, რომ რუსეთის სამხედრო ამბიციები შეაკავონ, ნატოს ქვეყნები, განსაკუთრებით ნატოს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგზე, შესაბამისად უნდა მოემზადონ. რა თქმა უნდა, მზადყოფნის, დამატებითი დაფინანსებისა და სხვა ზომების გარეშე საფრთხე, რომელსაც რუსეთი თეორიულად შეუქმნიდა ამ ქვეყნებს, უფრო დიდი იქნებოდა. ეს ზოგადი წესია. თქვენ უნდა იყოთ მზად ყველა სცენარისთვის. ეს არ არის რაღაც ახალი გრანდიოზული იდეა. ეს ფუნდამენტური ჭეშმარიტებაა. მართალია ნატოს წევრ ყველა ქვეყანას არ ჰქონდა მზადყოფნის შესაფერისი დონე, განსაკუთრებით 2002 წლამდე, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ თითქმის მთელი ევროპა და ნატოს წევრი ძირითადი ევროპული ქვეყნები კარგად აფინანსებენ თავდაცვას და ემზადებიან ყველა სახის სცენარისთვის. რადგან ეს ინციდენტები გახშირდა, რუსეთის მტრული ქმედებები უფრო ნათელი ხდება და მდგომარეობა მძიმდება. რა თქმა უნდა, საჭიროა ახალი ზომების მიღება და კონტრზომების განხორციელება. countermeasures need to be conducted if needed.